მოგესალმებით, სიფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ასიანი. ნახოთ. ისთვის არის შემდეგი გაშლა. აქ არის ესეთი მდგომარეობა. ნახეთ. მე უფრო ვფიქრობ, რომ თითქოს შესაძლებელია ცოტა კიდევ გჭირდებათ ენერგიების აღსადგენად. აქ არის ესეთნაირად ნახეთ. კი ბატონო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ, რა თქმა უნდა, მიაღწევთ, ხო? და შეუძლებელი არაფერი არ არის, მოდი ესეც ვთქვათ, მაგრამ აქ მანდა მაინც ნახეთ, გაწმენდის დაუშვათ წმენდები ერთი არის, შეიძლება ვიღაცა ესეთი მისმენთ, შეიძლება რაღაცა გააკეთეთ, ან გჭირდებათ, მაგრამ გაწმენდა ასევე ნიშნავს ესეთ რაღაცას, სხვათა შორის, არ ვიცი, გახსოვთ თუ არა. დავუშვათ ძალიან კარგი წვიმა რომ იქნება, შეგიძლიათ ამ წვიმაში გახვიდეთ და თავიდან ბოლომდე ესე რომ ვთქვათ, დასველდეთ, ხო? აი საცვლებამდე. ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პატარა წმენდითი რიტუალი არის, ხო? მასწავლიან ზოგადად მარილის წმენდებს და მეც მაქვს ეს თქვენთვის ნათქვამი, ასევე კარგი არის წვიმა ამ შემთხვევაში. ზღვის სეზონი დასრულდა, მაგრამ თუ კიდევ ვინმე არის დარჩენილი და მოასწრებთ, ამინდები კიდევ გამოვა, ხო, ახლა ეს არ არის შეგეშინდეთ. დავუშვათ ჩასვლა წყალში რო ჩადიხარ, აი იმ დროს უნდა თქვა ის ჩემი ნეგატივი რაღაცები, აი ჩამოირიცხოს, გაიწმინდოს და ასე შემდეგ. წყალი სამაგისოდ ძალიან კარგი არის ასევე. ძალიან კარგი არის ასევე ფეხით სიარული, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. აი დავუშვათ წყლის მხარეზე ოღონდ. ხო? შესაძლებელია აქ რომელიმე თქვენთაგანმა ვარჯიში დაიწყოს. კი, შეიძლება მართლაც გააქტიურდეს ამ პოზიციით. რატომღაც მე აქ მეფიქსირდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება თავისი ინტერესები წინახაზე დააყენა, შესაძლებელია თავისი თავი, თავისი მე, ხო, თავისი რაღაც პრინციპებიც კი. ყოველ შემთხვევაში აქ მე ვფიქრობ, რომ მაინც არის ის მომენტი, რომ შეიძლება რაღაცას უბრალოდ ბევრთან, ხო, ეხლა რაღაც ის სინანული შეგრძნება გქონდეთ, ხო, რაღაც მოხდა ისე, რომ შეიძლება ეს იყოს სინანულში კიდევ მაინც ფიქსირდებოდეს. თუმცა აქ არ არის გამორიცხული, ასევე არის ცოტა შიშის ვარიანტიც, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ნახეთ მოსაშორებელი. აქ მე მაინც მგონია, რომ თქვენ საკუთარ თავის არჩევანზე გადახვედით უკვე და როგორ არის საკუთარ თავს რომ ამხნევებთ რაღაცა ხვდებით, წინ უნდა წახვიდეთ და ასე შემდეგ ეს მომენტები. და აქ როგორ უნდა მოიშოროთ, აი შინაგანი შეიძლება შფოთვაში რაღაცა იმედგაცრუებიდან გამომდინარე არის ეს, ახლა მე არ კონკრეტდები აქ ეს იმედგაცრუება მანდა მაინც არის დაუშვათ პირადიდან რაღაცა საკითხი, ნებისმიერი უნივერსალურია, ხო? თქვენ რა თემაც გაწუხებს და საიდანაც მოდის ეს იმედგაცრუებული მდგომარეობა, შესაძლებელია უბრალოდ აი ზუსტად ეს შიშები გაწუხებდეს სამომავლოდ, რომ რაღაც არ იქნება, ხო? განთავისუფლდით ამისგან. კი ბატონო, ახლა ცოტა შეიძლება გაგეცინოთ და მეც ვიცი ხუმრობით ხანდახან ეს შეშინებული შელოცვა თქო. ხო, მაგრამ შეშინებულის კიდე ესეც არის და მოდი ასე ვთქვათ, შფოთვა შინაგანი არსებობს მაგის მოსაცილებელი სპეციალური, კი ბატონო,
შელოცვები, ხო? ეს შეიძლება იყოს წარსულიდანაც, ღრმა ბავშვობიდან, არ არის აუცილებელი ეხლა მიიღეთ მან და მაინც ეს, ხო? რაღაც არის მაინც თქვენში, რაც შფოთვას იწვევს, აი ეს მდგომარეობა გაქვთ. მაგრამ მე აქ ვერ ვხედავ, რომ თქვენ მაინც ზოგადად ცუდ პოზიციაში იდგეთ, არა, აქ არის სულიერი მდგომარეობაც საკმაოდ ნორმალური გაქვთ და ეს რა ქვია მატერიალურიც მაინც ასე არის. უბრალოდ როგორ არის, იცით, გჭირდებათ ენერგია, გჭირდებათ მოდი კმაყოფილება. ხანდახან არის, რომ ადამიანი გადადის როგორ ენერგიებში, იცით, დაუკმაყოფილებელ ენერგიებში. დავუშვათ რაღაცა გააკეთა, მერე კიდევ რაღაცა უნდა, მერე კიდევ რაღაცა უნდა და აი ამას ვერ აბალანსებს ამ ენერგიებს, ხო? ვერ ისვენებს, შეიძლება მოუსვენ როგორც იყოს. თუმცა აქ არის აშკარად კმა, ის პოზიცია, რომ ზოგადად რო შემოხედოთ სხვისი თვალით ან თუნდაც თქვენი თვალით, აი საქმე კმაყოფილი ადამიანი მიფიქსირდება ამ ეტაპზე. აი ეს ამ პოზიციებში ხართ და მე ვფიქრობ, რომ ამ პატარა სამი არკანით თქვენ ისიც გითხარით, რომ რაც უნდა გააკეთოთ, ხო? აქ შეგიძლიათ ზუსტად ნახეთ მეტი დრო დაუთმოთ თუნდაც საკუთარ თავს, საკუთარ თავის მულაზეც გადახვიდეთ. აი რა გესიამოვნებათ. მანდა მაინც ახლა კაცო თუ თქვენ ფეხით სიარული არ გსიამოვნებთ, სავალდებულო კი არ არის ეს გააკეთოთ. ზოგადად წყლის პროცედურები ვიცით, რომ პირველ ადგილზე დგას, თუ არ ვიცით, გეტყვით, რომ იცოდეთ. პირველი განტვირთვის საშუალება ეს არის ზღვა, დამამშვიდებელი პირველ ადგილზე, აუზი წყალი, ზოგადად აი წყლის ტბა, რაღაცა სეირნობა, თუნდაც ყურება, თუნდაც აი წყალი ჭიქაში, იაპონელებმა მაიციან სხვათა შორის, როცა ძალიან აფსიხებული არიან, ჭიქაში მოათავსებენ წყალს და ამ წყალს უყურებენ რამდენიმე წუთი, ხო, ნერვულ სისტემაზე ეს ყველაფერი მოქმედებს ძალიან კარგად. აი, თუნდაც რომ წვიმს, რატომ არის ადამიანი, რომ ძილის ენერგია უფრო იღვიძებს მასში ან საქეიფო განწყობა ან რაღაც ისეთი, ხო? შეიძლება ვიღაცა მოზარმაცებულად იყოს, ხო, ეს ძილის ენერგია მშვიდდება, ნახეთ, მთელი ნერვული სისტემა მაგ დროს მშვიდდება. მერე მოდის უკვე მთა, რომ იცოდეთ. თუმცა ეს თემები მე განხილული მაქვს, მაგრამ მაინც შეგახსენებს და ასევე ახლები გვყავს, ხო, ვინც ძველები ხართ და იცით უკვე. რომ მოისმინონ. ნახეთ როგორი რაღაც არის. სავალდებულო ეს არ არის თქვენ მანდა მაინც ეს გააკეთოთ, ეს თუ გსიამოვნებთ და ეხლა გესიამოვნებათ დაუშვათ გავაჟღერე, ხო, მოდი გავაკეთო. კი ბატონო, შეგიძლიათ დარბაზი გამოიყენოთ. დარბაზი უფრო მაინც წყალთან მაქვს ასოციაცია და არა ვარჯიშზე ესეთი დატვირთვებზე აქ. ასევე შეგიძლიათ ნახეთ რა გესიამოვნებოდათ. მოდი საკუთარ თავს ჩაუღრმავდით. აქ თქვენ არ ხართ მთლად იმ პოზიციაზე, რომ ვერ შეძლოთ ეს არის ადამიანები საკუთარ თავისთვის ვერ იმეტებენ. ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის ზუსტად ხურმუცელობა, მოდი ასე ვთქვათ. იმისთვის გეძლევა ზუსტად, რომ იმ საკუთარ თავს, იმ რაღაცას მოახმაროთ და არ დაგენანოთ, ხო? ზოგიერთის არის კიდევ იმ ენერგიებში ნახეთ, შეიძლება თქვენ ზუსტად თქვენს მონაცემებში, რომელსაც მე ვითხოვდა ხანდახან გონიათ, რომ მე იქ დავუშვათ კირჩხებია, მორიელია თუ რაღაცა ამას ვუყურებ, არა ჩემ კარგებო, მაგ კუთხით არასდროს განვიხილავ, მაგედან შეიძლება რაღაცა მინიმალური დაემთხვეს ადამიანთან და მაინც რატომღაც არ მივიჩნევ ძალიან ესე რომ ვთქვათ სერიოზულად ეს ჰოროსკოპის ახსნებს და არა, მე აქ უყურებ თქვენს პირად მონაცემებს, რა არის, რა ციფრები, რაები, ნუმეროლოგია, ხო, რა ფიქსირდება იქ. და იმის შესაბამისად გესაუბრებით. შესაბამისად, აქ როგორი რაღაც არის შესაძლებელია თქვენ კონდეთ ზუსტად თქვენს მონაცემებში, ზუსტად ისეთი განლაგება, ნახეთ, რაც ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ ხანდახან საჭიროა დახარჯოთ. თუნდაც ნულზე დავიდეს მთელი ფინანსური ენერგია, უფრო მეტი შემოვა.
ნახეთ, თქვენ ზუსტად ამ მინიშნებას გეუბნებათ შეიძლება ზუსტად სამყარო, რომ ნუ გეშინიათ, დახარჯე, ნახე, რაც მეტი უჭერთ, მეტი არ შემოდის, დააკვირდით ვისთანაც ასე არის. თუ რაღაცა აი დახარჯავთ და თავისუფალი ხართ, მერე უფრო შემოდის, იმიტომ ეს არის ენერგია, ფინანსები, რომ იცოდეთ ხალხო. ნახე და ამას ჭირდება მოძრაობა და არა გაყინვა გაჩერება. შენ თუ ამას დადებ და всё და ჯერ სახელი არ უნდა დავარქვათ, ხო? მოდი გავიმეოროთ, კიდევ გავიხსენოთ ეს თემა. ზოგმა იცის რაღაცა ავადმყოფობას ჩაუთქვამენ, რა ვიცი მე რა გასესხება, გამოსესხება, აი ისე მთელი უბედურებას მოკლედ. არა ამ ენერგიას თქვენ ცუდი ვიბრაციები არ მიმართოთ, არა უბრალოდ კაცო, რა ვიცი, რაღაცა გჭირდებათ ბედნიერი დღისთვის, რაღაცა ნივთი გაქვთ, კარგი რაღაცა ჩაუდგეთ თუ ჩაუთქვათ, და საერთოდ არ არის აუცილებელი რამე ჩაუდგოთ, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის ენერგია, რომელიც უნდა ამოძრაოთ და არა გააჩეროთ ესე. და თუ კი თქვენ ამას დაბლოკავთ და უკვე ყინავთ, ეს თანხა ბევრთან არის, ბევრთან არ არის ასე. და შეგიძლიათ უბრალოდ ხანდახან, რა ვიცი, დაფიქრდეთ, მანდა მაინც ჯადო და მაგია კი არ არის აქ. ეს არის თქვენი გაყინული ესე ვიბრაციები, ენერგიები, ხო? ისე აღარ ჩემოდის თანხები, მაგრამ თქვენ თუ ამას რაღაცა ესე რომ გაუშვათ რეალიზაციაში და უკვე ჩათვალეთ, რომ სულს შთაბერავთ, ეს არის ზუსტად, უკვე უფრო მეტად ამოძრავდებით და შემოვა აქ, ესე რომ ვთქვათ, ფინანსები. აი ეს მომენტი არის. ახლა მე აქ ვსაუბრობდი თქვენზე, ხო? რა გესიამოვნებათ? შეიძლება ვიღაცას ცხელი შოკოლადი სიამოვნებს. ვიღაცა შეიძლება რაღაც, რა ვიცი, ტანსაცმელი რაღაცა, კარგი რაღაცა უნდა იყიდოს და ვერ იმეტებს, გაიმეტეთ და იყიდეთ. შეიძლება ვიღაცას ბავშვობის სურვილი აქვს ესე გონებაში და ეს უნდა იყიდოს, იყიდეთ. იცით, ძალიან კარგად მუშაობს. გქონდეთ რამდენი ხანიც მოგეწონებათ, არ გენდომებათ, ადეყიმეთ და გადააგდეთ კაცო იქეთ. ხო, ეს თქვენი ბავშვობის ოცნება და ვიბრაციები ვინმეს არ მისცეთ, არ გააჩუქოთ, რომ იცოდეთ, ჯობია აიღოთ და უბრალოდ მადლობა გადაუხადოთ იმ ყველაფერს და ბავშვად, რა ვიცი, გადააგდოთ. თუ დაზიანებულია, თუ დაზიანებული არ არის, მაინც შეგიძლიათ მაშინ მადლობა გადაუხადოთ მომსახურებისთვის და მე ისე გააჩუქოთ, ესე შეიძლება. კი ბატონო, ესე მათ არა, ესე პირდაპირ აიღო და რაღაცა არა. მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ თქვენთვის და არა ვინმეს დასანახად. ეხლა ვინმეს დასანახად ეს რომ გააკეთოთ და ხა თქვენ რაღაცას ესე ნახეთ, გააქვთ ეს სუვენირი და მადლობას ესეთ რაღაცა უნდა ინახოს ვიმედე და კაი გოგო ყოფილა და კაი ბიჭი ყოფილა დედაო. იყოვო, იტყვიან და ხო, ცოტა ჩაუსტვინაო. ესეთი რაღაცა საჯაროდ არ გააკეთოთ. იმიტომ რომ ვერ გაიგებს საზოგადოება. ამიტომ ეს მანამდე შეგიძლიათ, ან უბრალოდ გაიტანოთ, ნახეთ, თუ ისეთ სიტუაციაში მოხდებით და ჩუმად ჩაუჩურჩულო ამ რაღაცა ნივთს და მე მიართვათ იმ ადამიანს, ხო, ვისთვისაც გემეტებათ და გაიმეტებთ. ნახეთ, აი ეს მომენტები არის, ვის რა ხასიათი თუ სურვილი გაქვთ, ეს სურვილები არ დაბლოკოთ ასევე. გაუშვით სამყაროში რომ ასრულდეს, ნახეთ და სურვილებმაც დაიწყოს ასრულება. თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მე რაც არ უნდა გამოგილოცოთ, რაც არ უნდა წმენდები გავაკეთოთ, თქვენ თუ აი ენერგიებთან მუშაობასაც არ ისწავლით და არ გაიაზრებთ, ძალიან რთული იქნება. ეხლა თქვენ თუ აი როგორც გითხართ ფულის ენერგიაზე ამის ამუშავება საშუალებას არ მისცემთ, ხო, რანაირად ავამუშავო მე ეხლა? კი, უნდა შემოვიდეს, მაგრამ ზოგს ესე უწერია მისი მონაცემები, ზუსტად მაშინ შეგიძლიათ ეს გაარკვიოთ, ხო, რა გაქვთ ამ ფულის ეგრეგორში, როგორ უნდა მოიქცეთ. თუ კიდე დავუშვათ გაუგებარია და რაღაცა ვერ მოხდეთ, შეგიძლიათ ეს უკვე დიაგნოსტიკაში გაარკვიოთ, მაგრამ უნდა ჩემთან თუ მიხვალთ, ან ვისთანაც მიხვალთ, უნდა უთხრათ, რომ ეს გითხრას, როგორ უნდა მოიქცეთ. თუმცა ამის დადგენა ცოტა ადრიანად ხდება, ზოგიერთი ისეთი ტიპაჟები ხართ, ვეუბნები სახელი, გვარსახელს ვერ ათქმევინებ ადამიანს.
ვეუბნები მონაცემები, ვერ ათქმევინებ და დადგა კონსულტაციის დრო და ქალბატონო ნინო ის ესე ჩავერთო? კი, ჩაერთე და მაშინ ახლა მოგაწოდებთ. ახლა რომ მომაწოდებ, ახლა ძალიან მწირი ინფორმაციით შემოვიფარგლები, იმიტომ არის რაღაცები, რაც ცალკენ მე უნდა დავჯდე 10-15 წუთი მაინც დაუთმო მეტი თუ არა და გავარკვიო რაღაცები. რაც გაინტერესებთ. აქ ისტორია კი არ უნდა მომიყვეთ. აი კითხვა გაქვთ ხო როგორ მოვიქცე ფინანსური ეგრეგორთან სიტყვაზე და რა ისინი მაქვს რაღაცეები ვალდებულებები ამ შემთხვევაში უკვე დატოვებთ მონაცემებს გავარკვევ და რო ჩავრთავით კიდე დამფიქსირდება რაღაცეები ჩაერთვებით რეალურად და უფრო სრულყოფილად მიიღებთ პასუხებს თუმცა კი იცით რომ ეს სრულყოფილად ვცდილობ ყოველთვის ამომწურავ პასუხები მოგაწოდოთ მაგრამ ასე არის მე ვრჩები თვითონ უკმაყოფილო აი თქვენ კი დაკმაყოფილდით მაინც მაგრამ მე ვრჩები უკმაყოფილოთ იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოთ ამიტომ უნდა მოусმინოთ ადამიანს ჯერ ერთი ეს არის მოსმენის კულტურაც ნახეთ თქვენ ამ დროს გამოდის რომ მოსმენის კულტურა არ გაგაჩნიათ არის კიდევ ისეთი მომენტები არასწორად შეეშალა ციფრი და გარკვეული დროის შემდეგ ვეუბნებ რომ იცი რა თქვენ მე ეს მონაცემი მომაწოდეთ რაღაცა და ესა რა ქვია შემეშალა უნდა გადაამოწმოთ მე სულ სხვაგან წავედი კაცო ვანგახო არა ვარ ისია ნებისმიერი ადამიანი არის ესეთი შემთხვევებიც რომ ახლა ცოტა გადაუხვე მაგრამ საჭიროა ეს რომ ჩანართი გავაკეთო ესე ვთქვათ სხვათა შორის ის ქალბატონი მოვიდა ერთხელ მომცა მონაცემები შეყვარებული სახელი გვარი რაღაცა ეს ვესაუბრე ცოტა გაუგებრა დავირიე მივხვდი რომ რაღაცა ვერ იყო მატყუებდა მაგრამ ერთი ავდექი და ჩაუტარე ის რაც ხამომცა იმის მონაცემების მიხედვით ეხლა სწორი ინფორმაცია თუ არასწორი უკვე მე აღარ მაინტერესებს ხო და გავიხედე მეორეჯერ მოვიდა კიდე რაღაცა ის მესამეჯერ მოვიდა და მაძლევს სხვა მონაცემებს. გარკვეული დროის შემდეგ. მითხარი თქვენ მეთქი სახელდაგვარ ეს არის. კი, ეს ის არის, ის ძველი მაშინ ხო ის მაინტერესებს ისევ პარტნიორი. მე მითხარი, კარგი, არაფერი არ უპასუხე. ალბათ ჩათვალა, რომ ვერ მივხვდი და ესე გამომაშტერა და ჩემთვის გამეცინა შესაძლოა. მე მიხვევ თვალებს მე რაღაცა სულ სხვა ინფორმაცია დაფიქსირდა მე რა თქმა უნდა და გამეცინა. ესეთები ვინც ახართ მიიღეთ პასუხი. ხო მიიღეთ. კარგი, ჩემო კარგებო. დღესაც მეცინება ესეთ ხალხზე. ამით თქვენ მე რეპუტაციასაც ვერ შემილახავთ. ვერც ვერ უბრალოდ აი ვერ ხვდები ესეთი ადამიანის თან რომ მიმტკიცებს რომ კი ჩვენ ამაზე გავშალეთ წინაზეც კი მე თქვენთან ხო ვიყავი და ეს ადამიანი იყო და სულ სხვა სახელდაგვარი მაგ ამ დროს და ერთმა საერთოდ გათხოვილი ხართ მეთქი რაღაც ეს რომ ვთხარი გათხოვ დაოჯახები არა კაცო არ ყოფილა გათხოვ დავამთავრე კონსულტაცია მასკენ და ქალბატონო დამავიწყო მე გათხოვილი ვიყავი და ბავშვიც მყავსო აი მე ვთხარ და გავიწყო შეგერგოს რაც გავშალე მაშინ აქ რა ვიცი ახლა მეუბნები მიმტკიცებ და ნახეთ რა ვიცი კიდე თვითონ მეცი მოვიდა ქალბატონი და თქვენ მოვთხარი ესე დადიხართ მეთქი და სხვა არა ასლაპარ ვინმესთან არ ყოფილი ვარ თქვენთანაც პირველად ვარ და არ და მეორეჯერ იყო მეორეჯერ და გაჩვენთხრა ჩემთან პირველად ხართ მეთქი თან კითხვას რომ ვუბრუნებ და კი პირველად ვარ თქვენთან მე არავისთან ეხლა არ ვიცი ამდენად ავიწყდება ამ ხალხს თუ მე მაშტერებთ არა ცდილობთ ხო რაღაცას და ალბათ რომ არ გეპასუხებით აი თქვენ სიმართლეში და გამოაშტერებ რა უნდა რა უნდა ქნას ეს ისაცილოები ხართ იცით ხო ხედავთ რომ მე თვითონ მეცინება თქვენს ასეც აქციელზე ხო მეცინება თქვენ წარმოიდგინეთ
ხო, აი ესეთი ვარიანტები, მოკლედ ესენი გაითვალისწინეთ ყველაფერი, ეს ახლა რატო წამოვაყოლი ამ ლაპარაკს, არ ვიცი, ალბათ საჭირო იყო ესეც, ხო? საკუთარ თავს გაუმხილეთ უპირველესად. თქვენი სურვილი, ხო? თქვენი იდეა რა გინდათ, როგორ გინდათ და ასე შემდეგ. კარგი, ვნახოთ ამ ყველაფრის შემდეგ მე მაინც თქვენ ძლიერ ქალბატონად მიფიქსირდებით, უბრალოდ ეს ეტაპი ისევ საჭირო არის უფრო მეტად ნახეთ ნაყოფიერებაში რომ გადახვიდეთ, ხო? არ ვიცი, ვიღაცასთან ცოტა წმენდითი ვარიანტი, ვიღაცასთან აი საკუთარი თავის უფრო მეტად წინ დაყენება, მე არ ვამბობ რა თქვენ რამე აგაკლიათ, მაგრამ მაინც რაღაცები არის, რაც უფრო მეტად ხაზი უნდა გაუსვათ. დრო არის უკვე ყველა მინიშნება, ესე გამოდის, რომ თქვენ ამ ყველაფერს როგორ არის იცით, მინიშნებას გაძლევთ ყველაფერი სამყარო, აი გაამხნევეთ საკუთარი თავი და გაიხსენეთ უნდაც როგორ მიაღწიე მაგ პოზიციას, სად ხარ, აიყავი, ვინ იყავი და ეხლა ვინ ხარ, ხო? და მოიშორე შინაგანი შფოთვა. ეს არის რჩევის სახითაც უკვე. აქაც გავაკეთებ პატარა კომენტარს, იმიტომ რომ არიან ადამიანები ესე ვესაუბრები რჩევასაც და რჩევაში რას მეტყვით? რჩევა გითხარით უკვე. აი აქაც მე უკვე რჩევა დავაფიქსირე, მაგრამ ადამიანი, გონე ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მეგონებრივად ვეღარ მეწევით, ვერ გაიგეთ საერთოდ. ვეღარ გაიგეთ. რა გითხარით, რა გავიც. ამიტომ მოისმინეთ ესეთები, ვინც ხართ თავიდან. მე უკვე აქ რჩევა დავაფიქსირე. კარგი, ნახოთ. შემდეგ, ხო, სამარკანდში ამდენი ინფორმაცია წამოვიდა. არის ხანდახან თელ დასტავს დავყრიდა ინფორმაცია არ მოდის, რატომ იცით? რაღაცას ბლოკავთ თქვენ თვითონ, ან არიხსნებით, ან როგორი, აბა ერთი მიდი თუ გამოიცნობ, მიდი, მაგარი თუ ხარ, გამოიცანი. ხო და იცი. ამ დროს ესეთ ენერგიებსაც რა თქმა უნდა მე ვგრძნობ და რა თემა არის, იცით, არ მინდა ეს თქვენთან ჭიდაობა. მაგარი თუ ხარ, მიდი გამოიცანი და ხო, და აქ ვინც ახლა ვისეც ეს თემა სამარკანში ამდენი ინფორმაცია მოვიდა, ესე გახსნილი არის და მართლა ადამიანს უნდა რაღაც მივაწოდო და ესეთები ვინც მოდიხარ, მთელი სულ და გულით მინდა რომ მართლა რაღაცა ესეთი საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ იცოდეთ. ნახეთ, თქვენ თვითონ ქმნით, მოდი ასე ვთქვათ, ასევე ადამიანებს როგორ მოიქცნენ თქვენთან საზოგადოებას. ჩემი მოვალეობა ეს არის ზოგიერთი კიდევ აი მე ბოდიში რა მე ბოდიშები ადამიანი მე იმისთვის მოგვს ეს გვერდი შექმნილი და თქვენ მომსახურებაში იხდით თანხას რომ მე გარკვეული რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოთ, ხო? ამიტომ როგორი რაღაც არის, იცით, არც ბოდიში არ არის საჭირო. ამდენი და ამდენი სასწაული რაღაცები, ხო? და აი თქვენ ქმნით ზუსტად უკვე მერე თქვენი საქციელიდან მე როგორ მოიქცევი, არა მარტო მე საზოგადოება, სხვაებიც თუნდაც როგორ მოიქცევიან თქვენთან, ხო? გავაჟღერე უკვე ეს თემაც. როდესაც მაგ ხელა შებოჭილი და მოდი გამოიცანიავა და ესე ცალ-თვალით წაჭუტული და მეორე თველი მოჭუტული და კიდე ყბა მოქცეული მიყურებთ მაქედან, სურვილი აღარ მიჩნდება, აცხა მოვა იმას გეტყვით მაშინ. თუმცა ესეთი დამოკიდებულება მაინც არ მაქვს, მაგრამ მაინც ასე არის, ხო? ხო და როდესაც ადამიანი ამ ხელა გახსნილი მოდის, უკვე რა თქმა უნდა მეც სურს მასთან გახსნა იმას კი არ ნიშნავს თქვენი ისტორია მოყვეთ, არა. აი ენერგიაზე მაქვს საუბარი. დღეს მოკლედ ენერგიებზე მაქვს საუბარი. კარგით. ნახოთ ამის შემდეგ აბა ეს ყველაფერი ეს ეტაპები გაიარეთ. სამწუხაროდ ნახეთ, ეთყობა აქ მიუხედავად ამდენი ვისაუბრე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ამ ყველაფრის გაკეთება თქვენ აქ გიჭირთ ვიღაცას არის, ხო? მაგრამ იცოდეთ,
რომ აი ნახეთ ყველა გზა მაინც მაგამდე მიგიყვანთ, იმიტომ რომ ისეთნაირად ფიქსირდება აქ, რომ თითქოს გამოვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ესე იგი, აქ ეს მომენტია, ეს ყველაფერი გიჭირთ, მაგრამ ამას თქვენ თუ არ გააკეთებთ ნებით, მერე უკვე რაღაც ძალები, ის ძალები, რომელიც თქვენს მხარეზეა, ყველა გზა, ყველა მიმართულება ზუსტად აქამდე მიგიყვანთ. ხო, ეს შიში ასევე ამ შიშებს მიყავხართ თქვენ დაბნეულობამდე. და მე ეს ემოციები ალბათ მოდის და მოდის, ხო? აი, ამიტომ კი აქ ეს უნდა მოიშოროთ ყველა ვარიანტი, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. ყველა მხრივ ყველაფერი შეგიძლიათ ამისთვის გააკეთოთ. წმენდა გამოლოცვა, ასევე რაც ჩამოუთვალე ეს ეტაპები, რომ ეს მოიშოროთ. იმიტომ რომ აქ მიდიხართ დაბნეულობამდე, შეიძლება რამე ვალდებულებები, ხო, დაკისრებული ცხოვრებაში, რაც გაქვთ, ვერ გავაკეთებ, რაღაცა შიში ემოციური, ხო, რაღაც ესეთი. მაგრამ იცით რა არის საქმე იმაში, რომ იდეები არა გაქვთ, თქვა, იდეები ნამდვილად გაქვთ და სავსე ხართ. მაგრამ აი ეგ არის ზუსტად ვარიანტები, რაღაც არ გამოდის ერთმანეთს უპირისპირდება. არა აკეთებთ სწორ არჩევანს, მოდი ასე ვთქვა და მე იმაშვებით ჩიხში ვარდებით. ეხლა ერთ რაღაცა გამახსენდა და მაგასაც მოგიყვებით. ამ ბოლო დროს ავიჩემე რაღაცა მინდა, ესა ეზო მინდა, ეზო, რომელი ეზოს და იმის სოფლის ქალი მე ვარ, ეხლა პირდაპირ გეტყვით, მაგრამ რა ვიცი, მოგეთ შევარჩიე, რამდენი შევარჩიე, სულ პრობლემები იმაშვება. ეს გაუმართლებლობა კი არ არის. არა, ეს გაუმართლებლობა არ არის. შეიძლება ეხლა ვიღაცას გავკვირდეს, როგორ რანაირად ერთი სანთელს მოაქნებ და გააკეთებ. სანთელი კი მოაქნიე, მაგრამ არ არის ეს ჩემი გზა. შეხედეთ? შეიძლება ეს არის ზუსტად რაღაც დაბნეულობის მომენტი, მე შეიძლება მქონდეს. რაღაც თითქოს პარალელი გავავლე ეხლა და მოგიყვებით რა ხდება. ეხლა ამ ბოლო დროს ძალიან კარგ ფასად სხვათა შორის მისაღე ფასა, ძალიან ნორმალური სახლი ეზო ავარჩიე. დავურეკე ხვალ მოვდივარ ამ ქალს. და ისეთი შტორმი ამოვარდა. ისეთი შტორმი ამოვარდა. კი გექნებათ ეხლა ნანახი, ნახავთ ბათუმში რა ხდება. ჩამოიქცა ქვეყანა მეორე დღეს მირეკავს ეს ქალი. აი მე თქვენ დამირეკეთ ხო წამოსვლას არაფერი ქალბატონო მე ვთქარ ისეთი ამინდია მეთქი ვერ წამოვალ ნამდვილად მეთქი. ძალიან თქო და დაველოდები ამინც და რა ვიცი და ხო აქეთო ახლა კია წვიმა მაკეთ კი არა მე ვთქარ სადაც ვარ აქ არის მე ვთქარი შტორმი და რა ვიცი ქვეყანა იქცევა გონია მეთქი და ვერ გავბედა უბრალოდ კაცო ეს ტერიტორია ხო უნდა გავიარო მე რომ იქამდე ჩავიდე. სადაც მზი არის. მისი რეაქციაც კიდე ახლა ხვდები და კარგი ახლა გაუთიშე ისეს და ვიფიქრე ხა მეორე დღეს მაინც. სადაა მეორე დღე? იცით რა ხდება ბათუმში, ხო? ამხელა წყალდიდობები, ამხელა რაღაცები. ეს გაუმართლებლობა კი არ არის ხალხო. ეს არის ნიშანი პირდაპირი. თელმა, რა ვიცი, სამყარო დაატრიალდა თუ რა მოხდა, მე თვითონაც შოკში. ჩემი ბრალია კაც. ამდენი უსიამოვნება ჩუმად გაგიმხელთ ერთი ვინმე. არ გამომეკიდოს. ეს გაუმართლებლობა კი არ არის. როდესაც ასეთი რამე ხდება, მით უმეტეს არიან ეხლა ჩემთან ეგ გოგონები მოდიხარ წვევით, რომ წმენდებს რაღაცებს გააკეთებ და აი მე არ გამოდის, იმიტომ ნიშანს გაძლევს. ეს არ არის შენი გზა. ახლა ამის მერე რომ მე წავიდე და კიდევ მაინც ჯიქურ ვიყიდო ის და მე მოხდეს იქ რომ რაღაც არ დავჩეკმაყოფილი ანუ წლების შემდეგ ხო ახლა მიხვდებით რაზეც ვაკეთებ სახლი და ეზო ის ხო არ არის თავისი ხელი უნდა პატრონობა უნდა არ დავჩეკმაყოფილი ვერ გავსწვდი ან რაღაცა ფინანსურად არ გამოვიდეს ხა დაწყობილი ხო არა მაგ მეც თანხა რაღაციდან უნდა მოვისეს ხო ბანკიდან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ მეც ხო
ვერ გავისტუმრო ან რამე, მერე კიდე უკმაყოფილო დავრჩები. შეხედეთ? და არ გამიმართლა და ჯადო გამიკეთა, არა. ხანდახან ამ მინიშნებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეს არის ზუსტად დაცვა და ეს არის ზუსტად წმენდების და ამ ყველაფრის ძალა და ენერგია. არ არის ეს შენი გზა, შენი მიმართულება. და რაღაცა მოხდა, ხელი შეგეშალა. ამ დროს ანუ უნდა გადაიფიქროთ, ან იმ დროს უნდა შეიკავოთ თავი, გადადოთ და რაღაცა ანალიზი უნდა გააკეთოთ. ვფიქრობ, საკმაოდ ინფორმაციული ჩაწერა გამოგვივიდა დღეს ვიდეო. როგორც ყოველთვის. გაიგეთ რა ხდება? აი ესეთი ვარიანტი რაღაცა დამიფიქსირდა მე აქ რაღაცასთან ესეც არის. და მე რეალური ნახეთ ცხოვრებიდან შეიძლება მე გადავიტანე ჩემ ახლობელმა რაც რეალურად ვიცი ისეთ ინფორმაციებს გიჟღერებთ. თუმცა ეს მომენტი ბევრთან არის. ხო? რო რამდენჯერმე მქონდა უკვე შემთხვევა, აი მე სამსახურიო, ეს სამსახური დავკარგეო და ირევა და ბიჭო, წმენდის შედეგად სამსახური რატო დაკარგა? იმიტომ დაკარგა, რომ მეტი უკეთესი უნდა ნახო შენ მაგ შრომის ფასად, მეტი ანაც კარგი ანაზღაურება გეკუთვნის სიტყვაზე, ან მეტი უკეთესი გარემო გეკუთვნის რაღაცა და ეს შენი არ იყო. და უნდა შეცვალო უკვე, რომ უკეთესობაზე დადგე და იგივეზე თუ დარჩები შენ და არა ის ძველი მინდა მე და ნახე გაუწევთ უკვე ყველაფერს წინააღმდეგობას. მერე თუ თქვენ ისევ გაუმართლებლობაში აღმოჩნდებით რაღაცები არ გამოგივათ, აქ პრაქტიკოსი დამნაშავე, მე არა ვარ დამნაშავე და არც არავინ არც სამყაროა და არავინ არ არის დამნაშავე. ეს უკვე თქვენი არჩევანია. იმიტომ რომ მოგეცა შანსი შეცვალო. და რა არის ის ახალი და ის სხვა მიყევით და გამოჩნდება და მიაგნებთ. მაგრამ თქვენ თუ ეხლა ისე ხარ და არა ორმოშრო იყოს ადამიანი და ამოყვანა უნდოდეს თქვენ და არა კაია კანე მე გემრიელად ვგრძნობ და მაშინ წმენდაზეც რატომ მოდიხართ? ან რაღაცებს აი ზუსტად ნახეთ შეიძლება წმენდაც არ გაქვთ გაკეთებული, მაგრამ ესეთი მომენტები ხდება თქვენს ცხოვრებაში. ადამიანი იყოს. არ გაამართლა ერთხელ, ორჯერ მოგატყუა, სამჯერ, 10ჯერ, ავი, მე არა, მანდა მაინც მიიღიფსებული ხარ რაღაცა იმაზე, შეცვალე. ტექნიკა რომ გაფუჭდება სახში, რა ვიცი, იმ ტექნიკას ემუქსავებით კიდე. აღარ მუშაობს, გამოვიდა მწყობრიდან. რა უნდა ქნათ, უნდა გამოცვალოთ, ან ნაწილი შეცვალოთ, რაღაცა მაინც უნდა შეაკეთოთ, რაღაცა უნდა ქნათ იქ. გაიგეთ რა ხდება? აქ ყოველ შემთხვევაში თქვენი ეს შინაგანი შფოთვა და იწვევს ამ დაბნეულობას და მე შეიძლება ზუსტად აი ეს გზების არევა იყოს აქ, მაგრამ აი ზუსტად მაგას ვამბობ. აქ რაც არ უნდა გადაუხვიოთ თქვენ ეთყობა, ყველა ძალა მაინც ესე რომ ვთქვათ, გიბლოკავთ გზებს და კუთხეში დაგაყენებთ. ეს არ არის შენი გზა. აი თუნდაც ეს ჩემი შემთხვევა იყოს. ჩამოიქცა ქვეყანა საძავსრულო საწევი, ახლა უნდა მირეკოს იმ კანონი ვეტყვი, პირდაპირ ვეტყვი. ქალბატონო ვეთქვი. მან წამოსვლა რო თქვი ქვეყანა თავზე ჩემო ყოფთელი ბაზრა მე საქართველოს თქვა და კი ახლა მაგით წამოსვლას გავბედავ კიდე მეთქი, პირდაპირ ვეტყვი, კიდე რომ დამირეკოს. აი მიაქციეთ ყურადღება ესეთ რაღაცებს. კარგი ვნახოთ ამის შემდეგ. თავისით ამოფრინდა, შეხედეთ და ეს არის უკვე ძალიან კარგი. ეს არის უკვე მე ვფიქრობ, რომ თქვენი შინაგანი უკვე შევსება შინაგანად. ამ შემთხვევაში მე სხვა შემთხვევაში სხვანაირად გავშიფრავდი მე ამარგანს, მაგრამ ეხლა მე რასაც საუბრობ, აი ეს არის ზუსტად როგორ არის იცი? შანსები, შესაძლებლობები, შეიძლება წარსულში რაღაცა გავუკეთებელი რამე თუ დაგრჩათ, ისიც სრულის ასრულება. ნახე შინაგანი
ბავშვი იღვიძებს რაღაცა თქვენში. ბრუნდება შეიძლება ზუსტად აი ის რაღაც ერთ დროს რომ ძალიან ლაღი იყავით, ბავშვური იყავით, ის ენერგიები. გაიგეთ, სად მივედით? აი, საიდან სად მივედით ამდენი ამბის შემდეგ. ეს არ არის ცუდი. აი ზუსტად ამ ენერგიებს რომ კარგავს ადამიანი, ბავშვურ ენერგიებს, იმ სილაღეს. აი ეს არის ზუსტად მერე ადამიანს რომ გარდაქმნის და უკვე აღარ ვიცით საით წავა. შეიძლება მონსტრად გარდაიქმნას ადამიანი. ეს არის ზუსტად ის ენერგია, დღეს მთლიანად ენერგიებზე გვაქვს საუბარი. ნახეთ, რომელიც არ უნდა დაკარგოს არც ერთმა ადამიანმა. აი ზუსტად იმიტომ არის მე რომ თქვენ ვამბობ ესეთ, აი ის სურვილი რა არის, რა გინდათ, საიდან დავიწყე, ნახე, კითხეთ თქვენს თავს, ჩაუღრმავდით თქვენს თავს. რომ ნახეთ ის ენერგიები თქვენთან დაბრუნდეს. და უკვე აი მოდით შეიძლება ადრიანად არ დაბერდეთ, მოდი ასე ვთქვათ. აი ეს მომენტი არის აქ. ეს თქვენ სიძლიერეს და ძლიერ მხარეებს არ დააკნინებს ნამდვილად და არ ამით თქვენ არ დაიჩრდილებით არავითარ შემთხვევაში. პირიქით, უფრო ეს სიძლიერე თქვენთან არის და ეს არის დაცვა. თუნდაც რა გითხარით, რაღაცა ძალა თქვენ აი გაყენებთ კუთხეში, რომ ეს უნდა გააკეთო ასე. შენ რა არჩევანის წინაშე უნდა დააყენო. ამას ნებით თუ არ გააკეთებ, თქვენ მაინც აქამდე მიხვალთ. ისთვისაც ეს კაშლა არის. არ არის გამორიცხული აქ ვიღაცა რა ვიცი, წარსულიდან გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვინც მოდი მე შეიძლება წარსული მეგობრები დაბრუნდნენ. კარგი, ცუდი არა. ხო, მაგრამ რაც მთავარი, მე ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემთან ძალიან კარგად მუშაობს მზის არკანი, ეს არის უკვე სრული ბედნიერების შეგრძნება. სრული წარმატების შეგრძნება. უკვე ეს არის ის ენერგიები, აი ბედნიერების, კმაყოფილების, ნაყოფიერების. აი როგორ არის ის შედეგებს უკვე რომ ხებულობთ, თქვენი შრომის შედეგებს. რაშიც აქამდე დროს ხარჯავდით, ხო? ხო, ბოლო ხო უნდა მიიღოთ ის დაუშვათ რაზეც ამდენი ხანი დრო დახარჯეთ თუ რაც ჩაფიქრებული ქონდათ, ესე ვთქვათ, ეხლა ვიღაცა სწავლობს, ხო უნდა მიიღოს ის დიპლომი ბოლო. მივიდეს იქამდე, არის ზოგიერთი ვერ ხებულობს. აი ესე არის, უნდა მიიღოთ თქვენ ის საბოლოო შედეგი და მიიღებთ. საკმაოდ ვრცელი გაშლა გამოვიდა, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ კი ბატონო, ეს არის სრული ნაყოფიერება, სრული წარმატება, ბედნიერი შეგრძნება და თქვენ როგორ ენერგიებში კიდე გადადიხართ, იცით? აი ეს არის ძალიან მაგარი. აი ეს არის ძალიან ერთი წუთი თავი შეხო და თავისით ამოფრინდა. კი ბატონო, იყოს ბოლო არკანი, ეს არ არის ცუდი ცვლილებებისკენ მიდის, მაგრამ კარგი ცვლილებებისკენ. ნახეთ, ეს არის ის მომენტი, თავისუფლდებით ყველანაირი აგრესიიდან, ვალდებულებებიდან, უკმაყოფილებებიდან, აი ამ შინაგანი შფოთვიდან, სრულ სიმშვიდემდე მიდიხართ. ბედნიერი ცხოვრება შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ როგორი არის. უბრალოდ წარმოიდგინეთ. აი ამ გინდათ კამერას რომ დავასრულებ საუბარს, გინდა რაღაცა, აი ამ სიტყვაზე გააკეთეთ კონცენტრაცია. ბედნიერი ცხოვრება თქვენთვის როგორი არის, როგორი წარმოგიდგენიათ. აი აქ ზუსტად, აი ეს ბედნიერი ცხოვრება მოდის. თქვენ უბრალოდ ეს წარმოიდგინეთ. თქვენთვის როგორი არის, მაგრამ ეხლა ესა რა ქვია, რაღაცა სასწაულისინი არის ფიქრობთ, რა ვიცი მე.
მოდი ფიქრზე სხვა დროს ჩავწერ კიდე, იმიტომ რომ სურვილების ასრულებაზე და ამ რაღაცებს ზოგიერთ არასწორად რაღაცას ისურვებ, აგისრულდება და მე რა უკმაყოფილი ხარ. არა. აქ წარმოიდგინეთ ბედნიერი თქვენთვის როგორი არის ბედნიერი ცხოვრება და თქვენ იმას მიიღებთ, როგორსაც წარმოიდგენთ. იმიტომ რომ სრული განთავისუფლება. მე რა მიგვირს, იცით, რა არის ის არ ვიცი, რაღაც არის, ალბათ ეს ზუსტად ის საკუთარი თეორის შეყვარება, ზუსტად შეიძლება ის წმენდითი პრაქტიკებს თუ ვინმე აკეთებთ, ზუსტად ეს გამოიღებს ნაყოფს საბოლოო ჯამში. ელოდეთ სასწაულებს. ნახეთ, თქვენ როგორ ვიტყვით, აი თავისუფალი ვარ. აქ თავისუფლება მოდის, სრული თავისუფლება. ჩემი გული აი როგორ აიცი გაიწმინდებით, რა გავაკეთე, როგორ ავხსნა ეს კიდე აღარ ვიცი, რომელი სიტყვები მოვიშველიო. შესაძლებელია პირად ურთიერთობაშიც როგორც აი არავინ არ აყავს და თავისუფალი ადამიანი ხო, შეუძლია მან უკვე ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ კარგი. აი ეს მომენტი ფიქსირდება ჩემო კარგო, სურვილების ასრულება და ძალიან დიდი წარმატება. ახალი კავშირები, ახალი მეგობრები, ახალი ურთიერთობები, ახალი იმედები, სიხარული, იმედი მოდის. იმედი არის ეს ყველაზე მთავარი ძარღვი ცხოვრებაში, ხო? მაგრამ ეს არის უკვე დადებითი იმედები. შესაძლებელია აქ როგორ არის, იცი, თუ აქამდე ხალხი რაღაც შეიძლება ვერ გამჩნევდა, შესამჩნევი გახდეთ, კი, იმიტომ რაღაც გაბრწყინების მომენტები ახლა წამოვიდა, რაღაც ეს სხივები წამოვიდა ყველა მხრიდან, ყველა არკანიდან რაღაცამ გამოანათა თითქოს. აი ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ კი, შეგამჩნიონ ამ მხრივ და თქვენთან უფრო მეტი კომუნიკაბელური გახდეს ის საზოგადოება, ვისგანაც დავუშვათ ვინც ვერ გამჩნევდათ ვიღაცასთან ესეც იქნება. მე ვფიქრობ, რომ სრული რაღაც აი ბედნიერების შეგრძნება. და რა არის, იცით, აქ ბოროტული განსხვავებები, აი სიყვარულის რაღაც შეგრძნება ხო, ისეთი თბილი რო აი ყველა რო შეგიყვარდება, რაღაც ისეთ იმაში გადადიხართ ენერგიებში, მაგრამ ყველა არ შეიყვაროთ. ხო, მე იყავით ფრთხილად. აი ამ ენერგიებს, ამის შემდეგ მე აქ უნდა დავასრულო საუბარი. ამის შემდეგ უკვე გავფრთხილდით, ხო? ძალიან გავფრთხილდით და შეინარჩუნეთ. არის იმის პერსპექტივა, რომ შეინარჩუნოთ. მე ეხლა კიცი და ესეთ დროს არ მინდა დავასრულო. აი არ მინდა როგორიცი ამ ენერგიებიდან თითქოს გამოვიდე. აქ იმდენად კარგი, იმდენად როგორიცი აი ბედნიერი შეგრძნება მოდის. მოლოდინი რომელიც თქვენ გაქვთ, აქ არის ასრულდეს, უნდა ასრულდება. შესაძლებლობები გიჩნდებათ. ნახეთ, სწორი გზის პოვნა თუნდაც. და კიდევ აქ ერთ რაღაცას ვეტყვი. თუ ავადმყოფობა და რაღაც არის, მაშინ განკურნება. კი. აი ეს იყო და იყოს ასე, რატომათაც არა, თვითონ ჩვენთანგანთან, ჩემთანაც მეც მინდა გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.